Pantlian საფუტკრეს რუტის ზომას. Თუმცა ფიქრობ, რომ დასავლეთ საქართველოში რუტი უფრო ამართლებდეს, იმიტომ რომ გასასუფთავებელია ყველასგან, გამოსარკვევი, გამოიწვა შიგნიდან, გამუშავდეს კარგად ბაიანით, რომ ეს ნახერხი და ისაც შეკყვეს კაში და კარგად არის ამოღებული. ფიქრობ, რომ უფრო ადვილად მოერევა ნესცაც, უფრო ადვილად ერევა ტემპერატურასაც, თითო კორპუსზე ვფიქრობ ხოლმე, რომ დავტოვო ზამთარში, სასტელად შარშან ცადე, გავაკეთე და კარგად იმუშავა. ასე რომ უკეთესი გამოზამთრებაც იყო და უკეთესიც იმუშავა და ამიტომ გადავწყვიტე რუდზე გადასვლა. ახლა ვერ გეტყვით მეტი თაფლი მოიტანა მეთქი, მაგრამ ჩემთვის ახლა დასავლეთ საქართველოს სადაც უფრო მეტი ნესტია, რომ მეტი ნესტის გამო მიჩვენი რომ ამაზე ვამუშაო რა. მოვიტანეთ პირველი რეისი დავაწყეთ უკვე პადონებზე თოვლში და ნენელა დადნება ამ დღეებში. დადნება აი ეს საფუტკრე. ახლა მოვწიოთ. ეს ის საფუტკრეა. საექსპერიმენტოდ რომ უნდა გამოვიყენო წელს. და თითოსკა უნდა გავყო 8-9-10. რუტის სისტემაზე გადავდივარ და ექსპერიმენტისთვის ჩავატარებ თითო ჩარჩო, ორ ჩარჩოზე და ადრე გაზაფხულზე გადავყოფ და ვნახოთ აბა რა გამოვა. თან არ დაგავიწყდეთ რომ ამ დაავადებაში ასკოსპეროს ჩაკირული ბარტის დაავადებას ვებრძვი და ჩავაქრე, მაგრამ შემოდგომით ყავდა და ძალიან დამაზარალა. მოკლედ აქ არის ახლა დარჩენილი სადღაც 80-სკა დარჩენილია და ესენი უნდა გადავყო დაახლოებით 500-სკა უნდა გავაკეთო ამათგან 500-600-სკა და ვნახოთ. იმიტომ რომ ზოგი ვერ განვითარდება ისე ზოგს და დაიყოლება შესაძლებელი ზოგის, მაგრამ პროგრამა მინიმუმ არის 500-600-სკა აქედან და ვნახოთ აბა რა გამოვა. ჯერობით ვიზიდავ და ვალაგებ აქ. დაუჩქარეთ დაგვიღავ და ბიჭო აღარ არის საქმე. კაი საქმე გამოგვივიდა დღეს, კაი. ავშერ მომარტყეთი. დაგვიღავ და მარა მაგარი საქმე გამოვიდა. აღარა ჩანს არაფერი. ამია უკვე და შევიდ ბარემ და ეგა წარმატებებს გისურვებთ ყველას. დღე და ღამე მუშაობაა საჭირო რომ უდგარი შეინარჩუნო და გაამრავლო.